სალამი მეგობრებო. მოდი დღეს ვისაუბროთ გამდიდრებაზე, ფემინური გზებით. დღეს თანამედროვე ცხოვრებაში ძალიან ბევრი ქალი არის წარმატებული თავის კარიერაში და ასევე აქვს სურვილი, რომ ეს თავისი ქალური ენერგია მაინც შეინარჩუნოს და იყოს ბალანსში, იმიტომ რომ ჩვენ უფრო მეტად, უფრო პოპულარული გზები არის გამდიდრებისთვის, ესეთი მასკულინური პირდაპირ ენერგია, ხო, მებრძოლი ენერგია. როგორ ფიქრობ, როგორ შეიძლება ქალმა შეინარჩუნოს თავისი ფემინურობა? მაგრამ ამავდროულად გამდიდრდეს, ფინანსურად გაიზარდოს, კარიერაში მიაღწიოს წარმატებას. როგორ შეიძლება დააბალანსო ეს ორი ნაწილი? ქალებს, მათ შორის მეც, ვიზრდიდნენ იმ მოტივებით, რომ აი კარიერა, აი დისციპლინა, აი წარმატებაზე უნდა მიაღწიო. მაგრამ ჩვენ შრომობთ ამ წარმატებისთვის, რაღაც აი ყველანაირი გზებით ვცდილობთ, რომ ვიყოთ აი ეს წარმატებული ქალი, ვართ მუდამ სტრესულ რეჟიმში. და მე გვიკვირს რატო ვერ ვალაგებთ ურთიერთობებს. რატო არ ყავს გვერდით რაღაც მასკულინური კაცი. და რატო ვარ დასტრესილი, რატო ვერ მდიდრდები, ან თუ რაღაცას ვაღწევ, რატო ვერ ვირგებ ამ სიმდიდრეს. პირველ რიგში მგონი უნდა გადავწეროთ საერთაშორისო ესეთი პროგრამა, რითიც ვართ დაპროგრამებული, რას ნიშნავს წარმატება, რას ნიშნავს წარმატებული ქალი. იმიტომ რომ წარმატება ყველასთვის შეიძლება იყოს ინდივიდუალურად ნიშნავდეს რაღაცას. ამასწრაფად ვიდეო დავდე, რომ იგვასწავლეს, რომ წარმატებული ქალი გამოიყურება ესე შარვალ კოსტუმით, ლეპტოპით, რაღაც ოფისში, ძალიან ესე საქმიანად ზარებში, ბევრი რაღაც პრიზებით და სერტიფიკატებით კედელზე. ჯერ უნდა დავფიქრდეთ, აი ჩვენთვის რეალურად გულში რას ნიშნავს ჩვენთვის წარმატება. თუ ვიცხოვრებდით ისეთ გარემოში, სადაც არ მოგვახვალდნენ თავს აი ამ წარმატების სტერეოტიპებს, რა იქნებოდა შენთვის წარმატება? რას ნიშნავს შენთვის წარმატება? როდის იგრძნობ თავს, რომ აი წარმატებული ვარ? მაგაზე ძალიან ბევრი მიფიქრია და ამიტომ მალე მექნება პასუხი, იმიტომ რომ მეც ქონდა ეგ, რომ დავამთავრო, ვისწავლო, შევქმნა ჩემი ბიზნესი და მე წკავდა ხვდები, რომ რაც დავიწყე ქალებთან მუშაობა, მივხვდი, რომ ჩემთვის მთავარი პრიორიტეტი არის აი შინაგანად ვიყავ ბალანსში, სიმშვიდეში. და ამ სიმშვიდე მდგომარეობიდან შევქმნა, ანუ ვიყავ ჩემ შემოქმედებაში. და ეს ჩემი შინაგანი შემოქმედება არანაირად არ უკავშირდება არც დიდი ბიზნესი, კორპორაცია, შარვალ კოსტუმი. აი ძალიან შორს არის ჩემი ბუნებიდან ეგ. და მაგას რომ მივხვდი, რომ სულ სხვა მიმართულებით მივდიოდი აი რაღაცა მოზარდობის პერიოდიდან და სულ სხვა რამ შეჭედება ჩემს სულს. აი ეს რადიკალურად სხვა ვაი. ჩემ შემთხვევაშიც იყო რა, რომ გონა რომ აი სამედიცინოზე ვსწავლობდი და რომ ვიქნებოდი წარმატებული ექიმი თეთრ-ხალათში გერმანიაში, მექნებოდა დიდი ხელფასი, რაღაც ცნობილი წარმატებული ექიმი. მაგრამ დავაკვირდი ჩემს გულს, რა მინდოდა რეალურად, რა გამაბედნიერებდა. მივხვდი, რომ ჩემთვის წარმატება იქნებოდა ეს, რომ ორშაბათს 5 საათზე ესე უამაზეს სანაპიროზე, ჩემი ოცნების კუნძულზე, ბალიზე შემიძლია რომ ესე უბრალოდ ვიყო, დავტყბე ცხოვრებით, მინდა ვიდეო ჩავწერო, მინდა აუზში ვიტივტივო, მინდა ზღვაში ვიტივტივო. მქონდეს სრული ფინანსური თავისუფლება იმის, რომ წავიდე იქ, სადაც მინდა ვაკეთო ის, რაც მინდა. გავაკეთო სიკეთე ისე როგორც მინდა, ვიყო სიუხვეში ისე როგორც მინდა. მყავდა საყვარელი ადამიანები გარშემო, ისეთი ადამიანების გარემოც, ვინც შთამაგონებენ, მოტივაციას მიზრდიან, ანუ ერთად შემიძლია რომ შევქმნა მათთან ერთად რაღაცები და გავაუმჯობესო, ასე ვთქვათ, სხვების ცხოვრებაც, სამყაროც. ადამიანები, რომლებიც აი გავსებენ სიმშვიდით, სიხარულით. ჩემთვის წარმატება არის ამ ყველაფერთან ერთად დარეგულირებული ნერვული სისტემა, ემოციური სიჯანსაღი, რომ შემიძლია რომ აი ჩემ თავთან უბრალოდ ვიჯდე და ვიყო მშვიდად. აი არაფერი რო არ გჭირდება, სისავსეში რო ხარ. არაფერს რო არ, აი შეხვედრებზე რომ მივდივარ, ვისგან არაფერს არ ვითხოვ, არ მჭირდება, არ მაქვს ის რომ აი რაღაცას უნდა მივაღწიო ახლა. აი სიმშვიდეა, სისავსის მდგომარეობა. ხო და ესაა ჩემთვის წარმატება. და რა თქმა უნდა აი შინაგანი სისავსის შეგრძნება იმაში, რომ შემიძლია ვაკეთო ის, რაც მიყვარს და ამით დავეხმარო და გავაბედნიერო უამრავი ადამიანი ჩემს გარშემო. აქ წამოვიდა ძალიან საინტერესო თემა. მოვიდა შემგონებაში, რომ ახსენე შენ
ბალიზე ვარ, საყვარელ კუნძულზე. არ ვიცი, შენ რამდენი წელი დაიწყე ეს მანიფესტაცია, მაგრამ მე 10 წლის წინ ვერ წარმოვიდგენდი ჩემ თავს, ან თუნდაც ინდოეთში სადაც ვიცხოვრე რამდენი ხანი, ხო? იმ ელენას შორის და ამ ელენას შორის არის ძალიან დიდი კონტრასტი. და რომ ავიღოთ მაგალითად ადამიანი, ვინც ახლა ცხოვრობს სულ სხვა რეალობაში რა, როგორც მაგალითად მე 10 წლის წინ თბილისში ბინაში და ვფიქრობდი სად გადავიდე, როგორ ავაწყო ჩემი ცხოვრება. და ეს იყო რაღაც წარმოუდგენელი ზღაპარი. და ამ დროს შეიძლება ვიღაცა ხედავდეს ამას Instagram-ზე და ორი ვარიანტი იყოს. ან მე დავტრიგერდი რა მეთქი, ანუ ფუფრას ბოდიალობენ, ან მიიღო ამისგან შთაგონება. რომ ვაუ, ანუ ასე შეიძლება, ანუ მე შემიძლია მივიდე თუ ჩემ გულსაც მართლა უნდა და თუ ჩემ წარმატებაში და სოფხელობაში ეს არის ბედნიერი ცხოვრება, ხო? აი მეორე კატეგორიისთვის ეს შთაგონებს, როგორ ფიქრობ, რა ნაბიჯები შეიძლება გადადგან უკვე დღეს, რომ აი ამ რეალობის შექმნა დაიწყო. ძალიან საინტერესო გაშლა იყო ის პირველი კატეგორია, ვინც ტრიგერდება არის ცნობიერების ცოტა სხვა მდგომარეობა, როცა შენ იზღუდავ შენს თავს, რომ რეალურად მიაღწიო იმას, რაც გინდა და ეს არის ფსიქიკის თავდაცვის მექანიზმი, რომ აი მოდი გავანულებ და ასე ვთქვათ, გავაუფასურებ სხვის მიღწევას, ეს არ იქნება ნამდვილი და რაც მინდა ეს, რომ რაღაცნაირად თითქოს გული არ დაგწყდეს. და ამით ძალიან იკეტავ შენ შესაძლებლობებს. მაგრამ მოდი ჩვენ ფოკუსი გავასწოროთ იმაზე, ვინც უკვე არის ცნობიერების იმ დონეზე, რომ ნახა, რომ ეს არის ის, რაც მინდა და როგორ მივიღო ეს. ჩემ შემთხვევაში იყო ეს, რომ ვუყურებდი Instagram-ზე ბლოგერებს, ვინც ბალიზე ცხოვრობდა და ძალიან მომწონდა მათი ცხოვრება და ზოგადად ეს კუნძული რო ათვალიერებდი და მეთქი, მაიმე მინდა მეც და როგორ შეიძლება რომ მივიღო. პირველ რიგში იწყებს შინაგან სამუშაოს, ნერვული სისტემის რეგულაციას. ამ პროცესში ეჩეხები უამრავ შემზღუდავ რწმენას, უამრავ პროგრამას, რაც გზღუდავს, რომ აი მაგალითად მე ვარ წერტილ A-ში და მინდა წერტილ B-ში მისვლა. ანუ ვარ თემქაზე და მინდა ბალიზე. ვეკითხები ჩემს თავს, რა მიშლის ხელს, რომ უკვე ბალიზე არ ვარ. და რა პასუხები წამოვა, რატო არ ვარ უკვე ბალიზე? შეგა დააპაუზო ვიდეო, უთხრა შენ თავს ეს პასუხები და მე გაგზავნა. რატო არ ვარ იქ, სადაც მინდა? რითი იმართლებს გონება თავს, რა შეზღუდობს გიწესებს. აქ მე რო ვეჩეხებით იმას, რომ მე არ ვაძლევ ჩემს თავს ნებართვას, რომ ვიმოქმედო ჩემი მიზნებისთვის. იმიტომ რომ არ ვიმსახურებ, არ მჯერა რომ ვიმსახურებ. არ მჯერა რომ შემიძლია. არ მჯერა რომ მეკუთვნის. ვერ ვიკავებ ჩემს ადგილს დედამიწაზე. აი არის ხშირად რომ რადგან ბავშვობაში ვერ მივიღეთ უპირობო სიყვარული, გგონია რომ უნდა დავიმსახუროთ დედამიწაზე ჩვენი არსებობა და ყველაფრით ვცდილობთ რომ გავამართლოთ ის რომ აი რომ არსებობ და ცოცხალი რომ ვარ. ვიმსახურებ ამას. და მაგიტო ვცდილობთ რომ აი მოსაწონი ვიყო, წარმატებული ვიყო, ასეთი ვიყო, ისეთი ვიყო, რომ თითქოს გამოვისყიდო ის რომ არსებობ. და აი ამ რწმენებს რომ დაამუშავებ და გავუშვებ და მიხვდები რომ არ იმიტომ არსებობ რომ უნდა არსებობდე და სრული უფლება გაქვს რომ იარსებო და ასევე სრული უფლება გაქვს რომ გქონდეს ყველაფერი რასაც კი შენი გული მოინდომებს. აი მანდ უკვე იხსნება ნელ-ნელა და ნელ-ნელა ამუშავებ აი ამ შეზღუდვებს და რწმენებს სხვადასხვა ინსტრუმენტებით. ყველას გვაქვს სხვადასხვანაირი გასაღებები. ეს ინსტრუმენტები უხვად გვაქვს ინტერნეტშიც, მენტორებთან, სხვადასხვა კოუჩებთან, ფსიქოლოგებთან. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რომ მეორე ეტაპი რა, რაც დამეხმარავე პირადად, არის მასწავლებელი, მენტორი, კოუჩი. იმიტომ რომ კი შეგიძლია რომ შენით გაიყვალო ეს გზა, მაგრამ შენით რომ იყვალავ ამ გზას, გაცილებით დიდი ენერგია და დრო იკარგება, ძალიან ხშირად ვადარებ, მაგალითად, გინდა A პუნქტიდან B პუნქტზე გადასვლა და გადასავლელი გაქვს მდინარე, გადასავლელი გაქვს ჯუნგლები. შეგიძლია რომ წახვიდე შენით ყველანაირი აღჭურვილობის გარეშე, ან შეგიძლია გიდს უთხრა, რომ იცი რა, აქედან აქ მინდა მისვლა. შენ ვიცი რომ მისული ხარ აქედან იქ. ხო და დამეხმარე რომ ეს გადავიდე. გეზოგება უამრავი ენერგია, უამრავი დრო და რეალურად უამრავი ფულიც. მე ვარ ადამიანი, ვინც ჯახირავდა თავისით, ალბათ რამეში თუ მაგ სტაჟი არის საკუთარ თავში ჩიჩქნის და ეს ტრანსფორმაციების და ამბების. მე ძალიან დიდი ხანი 27 წლიანი სტაჟი მაქვს, 27-ის ვარ, აი მართლა რა ცნობიერად თუ გაუსწრებელად მაგაში ვჯახირავდი და დაახლოებით 5 წლის წინ
პირველად გადავწყვიტე რომ თერაპია ან კოუჩინგი ან მენტორ რაღაცა მეცადა რა. და ესე ხანდახან ვეპარებოდი რა. და ანუ მართლა 2x-ით ხდება ცხოვრებაში ცვლილებები თუ საკუთარ თავზე მუშაობ და თუ ღია ხარო მიიღო ეს დახმარება. იმიტომ რომ მე მქონდა ეს რომ ანუ ჩემით. მერთავოდი რა, თამაშობდი, მაგრამ და თავდაპირველი კითხვა რაც ქონდა, ჩემი პირადი გამოცდილებიდან რომ უპასუხო. მე ეს დავიწყე ჯერ კიდევ კლინიკაში რომ მუშაობდი, ღამეებს ვათენებდი, ხელფასი მქონდა 290 ლარი და საკმაოდ სულ დღეში იყო ჩემი ნერვული სისტემაც და ყველაფერიც. მან დავიწყე ჩემით ჯახირი. აი ხანი YouTube-ზე რაღაც აფირმაციები, მედიტაციები, სხვადასხვა წყაროები, ისა, ჩემით ყველაფერს იმართებოდი და ამ ჩემით ჯახირით მივედი იქ რომ შევწელი რაღაც ნაბიჯების ისე დააპგრეიდება, რომ გავთავისუფლებულიყავი ცოტათი მაინც აი ამ სისტემისგან. და დამემანიფესტირებინა ჩემი შემდგომი, ასე ვთქვათ, მდგომარეობები. მაგრამ ეს იყო ძალიან დროში გაწელილი და ძალიან დიდი ენერგია მქონდა მაინც. როგორც კი მივედი იმ საფეხურზე, რომ აი ხა შემიძლია რომ მენტორს ვკითხო, ან კურსი გავიარო და ადამიანი კოუჩი დავიხმარო, მაგ დროს 2x-ით წავიდა. მერე ბალიზე რაც ჩამოვედი, აქ რო უფრო high level mentorები რო ვიპოვე, მან უკვე 10x-ით მიდის თითქოს რაღაცა ძალიან დასწრაფებული და ძალიან მარტივად მეზოგება უამრავი წელი. მაგრამ ხო დასაწყისისთვის ყველაფერი იწყება შენს შიგნით ჩახედვით და კიდევ უფრო რო გავამარტივო. ხალებისთვის განსაკუთრებით ყველაფერი იწყება ნერვული სისტემის რეგულაციით და ეს იწყება საკუთარი სხეულის მოსმენით, საკუთარ სხეულში ყოფნით. მასკულინური ენერგია არის გონებაში ყოფნა, ფიქრი და ჩვენ ხშირად ვიკარგებით აი ამ ფიქრებში, რომ ფიქრებით გვინდა რომ სტრატეგიები, გეგმები ყველაფერი გავწეროთ, ანუ ცხოვრებას ვცხოვრობთ ტვინში. და ამ დროს იმდენი ენერგია მიდის აი ამ ტვინში ცხოვრებით და მოდის მერე შფოთვებით. overthinking-ი, ყველაფერი უბედურება რაც მოდის იქიდან რომ ჩვენ არ ვართ ფემინურ ენერგიაში და ვართ ტვინში, მასკულინურ ენერგიაში. ფიქრი. პირველი ნაბიჯი არის რომ მაქსიმალურად თავიდან, გონებიდან გადმოვიდეთ სხეულში. როგორც კი შევამჩნევ რომ ახლა მე ვფიქრობ და ცხოვრებას ვფიქრობ, სტრუქტურირებას ვაკეთებ, გეგმებს ვაკეთებ, overthinking-ში ვარ, გადმოვიტანო ხოლმე ყურადღება, რას გულსნობ, აი მოვუსმინო გულისცემას. ფემინურ ენერგიაში გადართვა ხდება ზუსტად ასე, სხეულში ყოფნით, სტრესების გაშვებით, ნერვული სისტემის რეგულაციით და აქედან უკვე სიცხადეა. გაცილებით მეტი სიცხადე მოდის. ჩემთვის იყო ეგ ძალიან დიდი აღმოჩენა პირველი შეხება რომ მქონდა ტანტრასთან. რომ მივხვდი რამდენად გონების ტიპი ვიყავი მანამდე და მგონია რომ სოციუმიც ეგრე გვზდის რა, სულ ვფიქრობთ, გეგმავთ, ვაკეთებთ რა. და თურმე რამხელა პოტენციალი არის სხეულში, რომ შეგიძლია რაღაც კითხვაზე სანამ მოიფიქრებ, უკვე შენმა სხეულმა იცის. და როცა დავიწყე ამ იმპულსების მოსმენა, აი სულ სხვა დონეზე დავიწყეთ ცხოვრება და ცხოვრების შეგრძნება. იმიტომ რომ ჩვენმა სხეულმა ბევრად მეტი იცის სინამდვილეში, ვიდრე გონებამ, თან ქალის შემთხვევაში. რომ ინტუიციის მოსმენაც ხშირად სხეულის მოსმენასთან არის და იყო ჩემთვის ახალი ფურცელი ცხოვრებაში, რომ თურმე სხეულმა თან ქალის შემთხვევაში ძალიან ბევრი პასუხი იცის. ზუსტად. ფემინური სიმდიდრეც იწყება აი ამ სხეულიდან და აქ შემოდის საინტერესო თემა სექსუალური ენერგია. ფემინური სიმდიდრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი არის შენი სექსუალური ენერგიის გაცნობა და გამოყენება. რაც არ ნიშნავს იმას, რაც საზოგადოებისთვის არის ცნობილი და რასაც პირველი გაიფიქრებს ალბათ ძალიან ბევრი. სექსუალური ენერგია არის სასიცოცხლო ენერგია. პირდაპირ შემოქმედებითი ენერგია, პირდაპირ ქმნის სიცოცხლეს. და არა მარტო სიცოცხლეს, არამედ ყველაფერი რაც იქმნება ამ სასიცოცხლო ენერგიით. და ჩვენ აი ეს სექსუალური ენერგია, ჩვენი მეორე ჩაკრა არის ფაქტობრივად პორტალი. ეს არის უშრეტი ენერგიის წყარო. როდესაც ადამიანი იმართება ინსტინქტებით და არ იცის როგორ გამოიყენოს თავის სექსუალური ენერგია, ამ სექსუალურ ენერგიას ფანტავს. გაფანტვაში იგულისხმება მაგალითად თუნდაც რომ გქონდეს სექსუალური კავშირები არაცნობიერად. ავტომატურად. უბრალოდ ცხოველურ დონეზე, უბრალოდ სხეულის დონეზე. ამას არ გულისხმობ. სექსუალური ენერგია საერთოდ არ გულისხმობს რომ გქონდეს მაგალითად სექსუალური კავშირი ვინმესთან.
ეს არის თვითონ რომ ჩაუღმავდი აი ამ ენერგიას, ისწავლო მისი აქტივაცია და აი ამ ენერგიის მიმართვა ზევით, კრეატივისკენ, შემოქმედებისკენ. ანუ ნახე ხო გვაქვს ეს ენერგია, რომელსაც აქვს იმხელა პოტენციალი, რომ შეუძლია სულიერი და მატერიალური სამყარო ერთმანეთს დააკავშიროს და არსაიდან შექმნას სული. ანუ ადამიანი დაბადოს ფაქტობრივად. ხო, ეს არის შემოქმედება და ეს ენერგია ერთი ენერგია უდიდესი ენერგია და ამ ენერგიას თუ არ იყენებ ახალი სიცოცხლის დასაბადებლად, შენ შეგიძლია რომ გარდაქმნა და მიმართო სხვა რაღაცის შესაქმნელად და ეს სხვა რაღაც შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ, რაც შენს გულს უნდა. და ბალიზე ცხოვრება არის ერთ-ერთი უმარტივესი რამ შედარებით სიცოცხლესთან. როდესაც შენ ცნობიერად იცი როგორ გარდაქმნა შენი სექსუალური ენერგია შემოქმედებით ენერგიად. ვიცი რომ ქალური სიმდიდრის კურსის ფარგლებში ამას უფრო ჩაშლით დეტალურად, მაგრამ ახლა რა ტიპი, რა რჩევა შეგიძლია მისცე ქალებს ნაბიჯი იმისკენ, რომ ეს ენერგია, შემოქმედებითი ენერგია, სექსუალური ენერგია გარდაქმნან თავისი წარმატებისთვის და შემოქმედებით მდგომარეობიდან გააკეთო ყველაფერი, რაც აკეთებ. ეს სექსუალური ენერგია ძირითადად ცენტრი არის ჩვენ საშუალოსნოში და რადგან წეგან უკვე ვახსენეთ, რომ ყველაფერი იწყება სხეულთან დაკავშირებით და სხეულში ყურადღების გადმოტანით, შეგვიძლია გქონდეს ყოველდღიური ასეთი პრაქტიკა, რომელიც არის საუკუნეების განმავლობაში დატესტილი, ესეთი ძალიან საინტერესო პრაქტიკა და თავისი ნეირობიოლოგიური ახსნაც აქვს და ფსიქოლოგიური ახსნაც აქვს, უბრალოდ ამ ახსნებს ახლა ჩაუღრმავდებით, თორე გაიწელება, უბრალოდ პირდაპირ პრაქტიკას მოგაწვევთ, თუ ახსნა დაგჭირდებათ, შეგიძლიათ ნახოთ ინტერნეტში ან მომწეროთ და აგიხსნით. პრაქტიკა არის ასეთი. 5-10 წუთი რომ გამოუყო შენს თავს დააჭდე სიმშვიდეში, სიწყნარეში, ღრმად შეისურთქო. მოისურთქო. სადაც იგრძნობ სხეულში დაჭიმულობას, ეს დაჭიმულობა გაატანო ამას ვთქვას. და შემდეგ გადაიტანო მთელი შენი ყურადღება შენს საშუალოსნოზე. ხელებით შეგიძლია დაილაგო საშუალოსნოზე. მთელი ყურადღება, კონცენტრაცია აი ამ არეზეა მიმართული. ღრმად შეისუნთქე და მთელი შესუნთქული ჰაერის ნაკადი მიმართე საშუალოსნოსკენ. შევისუნთქოთ პირით. თითოეული შესუნთქვით უფრო მეტი ენერგია მიმაქვს საშუალოსნოსკენ და წარმოვიდგენ ოქროსფერ ნათებას, როგორ ათბობს საშუალოსნოს. როგორ ავსებს თითოეულ შესუნთქვასთან ერთად. როგორ იწყებს ენერგია მოძრაობას. შემოაქვს სასიამოვნო შეგრძნებები, სიამოვნების შეგრძნებები. აკვირდები აი ამ სიამოვნების შეგრძნებას და შეეცადე რომ გააზარდო, გააფართო ეს სიამოვნების შეგრძნება. აუწიო ინტენსივობა. თითქოს პატარა ნაპერწკალია, მოძებნე ეს სიამოვნების ნაპერწკალი. და თითოეული შესუნთქვით, თითქოს სული უნდა შეუპერო ამ ნაპერწკალს და ნელ-ნელა ყოცონს აჩენ. აგისგიზებ, ცეცხლსანთებ. უფრო და უფრო მეტი სითბო, მეტი ენერგია შემოდის. და ნელ-ნელა ეს ცეცხლის ენერგია იწყებს მოძრაობას. ნება მიეცი რომ იმოძრაოს. მოძრაოს შენი ხერხემალი, შეიძლება მოუნდეს წრიულად მოძრაობა, შეიძლება ტალღოვნად მოძრაობა მოუნდეს. და წარმოიდგინე ეს აგისგიზებული ცეცხლი როგორ ამოდის მთელ სხეულში, ასუფთავებს წმენდს მთელ სისტემას. კიდევ უფრო მეტად ამოძრავებს ხერხემალს. ნება მიეცი ამოძრაოს, აცეკვეს ხერხემალი. ამოძრაოს სხეული. დააკვირდი სიამოვნების შეგრძნებებს სხეულში. მოძებნე ყველა პატარა ნაპერწკალი სხეულში, სადაც შეიძლება გრძნობდეს სიამოვნებას. ამწაფრე გააძლიერე.
ნებამეტი კიდე უფრო მეტად ამოძრაოს სხეული, ამოძრაოს მხრები. თითოეული მოძრაობით კიდე უფრო გაძლიერდეს ეს სიამოვნების შეგრძნება. მთელი არსებით ხარ სხეულში, სიამოვნებაში. კიდე უფრო ზრდი ინტენსივობას. და ამ სიამოვნების შეგრძნებებში მაქსიმალურად შეგიძლია გააზარდო და გააფართო კიდე უფრო მეტად. აკისკიზო. იგრძნო, როგორ ვიბრირებს თითოეული უჯრედი, როგორ ვიბრირებს ხელები. იგრძნო პულსაცია. დააკვირდი ხელის გულებს, ამოატრიალე ხელის გულები აწიეზებით. მიმართა ცისკენ. გაშალე, აი გადახსენი გულმკერდი და ესე გაშლილი ხელებით. გახსენი გული და წარმოიდგინე კიდე უფრო მეტი სიამოვნება, როგორ შემოდის შენს სხეულში. ოქროსფერი სინათლის სახით. ცოტა ხნით დაკავა ხელები, ასე აღმართული. და იგრძენი ესე ჩანჩქერივით, როგორ შემოდის ეს ოქროსფერი ენერგია სიამოვნების სიუხვის. როგორ ძლიერდება ხელის გულებში ვიბრაცია, ენერგია. და ახლა მიიტანე ხელის გულები თვალებთან, დაილაგე თვალებზე. და ვიზუალურად წარმოიდგინე დეტალურად შენი სურვილი. შენი არსებული სასურველი რეალობა. მაგალითად, თუ გინდა შენს სასურველ ადგილას, სასურველ ოცნების სახლში, ოცნების ადამიანთან ყოფნა. წარმოიდგინე აი ოცნების სახლში, ოცნების გარემოში, რა გაცვია? რისგან იღებს სიამოვნებას? რა შეგრძნებები შემოაქვს? როგორია შენი დილა? როგორია შენი საუზმე? როგორია შენი ჩაცმულობა, აქსესუარები? რა ენერგიას ასხივებ? რა შეგრძნებები შემოაქვს სხეულში? აი ამ ოცნების ცხოვრებაში ცხოვრებას? და მოახდინე ვიზუალიზაცია, თითქოს რეალურად გაქვს, უკვე გაქვს. უკვე შენია. აღარაა ოცნების. ესაა ჩვეულებრივი. ნორმალური მდგომარეობა, ყოველდღიურობა. და ნება მიეცი ნერვულ სისტემას, რომ მოდუნდეს აი ამ ყოველდღიურობაში. მიიღოს. ოკეი, ეს ჩვეულებრივია. რა თქმა უნდა, ვემსახურებ. ამისთვის ვარ დაბადებული, რა თქმა უნდა. და მდგომარეობაში იგრძენი მადლიერება. დააკვირდი, რაზეა შენი ფოკუსი. მადლიერების გარდა რა არის შენი კიდევ უფრო წინსვლის ხედვა. გადმოიტანე ფოკუსი ისევ სხეულში, გრძენი. სად გრძნობ მადლიერებას? სხეულის რა ნაწილში გრძნობ მადლიერებას? სადაა იმპულსი? რა ფერია? როგორია ტემპერატურა? სად ვრცელდება? და იგრძენი როგორ ასხივებ აი ამ შეგრძნებას? ნებას აძლევ შენი თავის აი ამ ვერსიას შემოვიდეს მთლიანად დაეპატრონოს შენს სხეულს, განსხეულდეს. იგრძენი ეს სხეულში. ნება მიეცი მოირგოს ხელები, ტანი. ამოძრაოს ხელები, შეიგრძნოს აი ეს შეხება. შეიგრძნოს თითოეული შესუნთქვა და ამოსუნთქვა. და გამოიღვიძოს აქ და ახლა ამ რეალობაში.
გამოანათოს თვალებიდან. გავტრიფე. როგორი შეგრძნება ასაუბრო? აუ მაგარი. მე სიამოვნების შევატელები მივли. რაღაცა დავამანიფესტირე. ეს არის კალორი ენერგია და ძალის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი და საკმაოდ ძლიერი ტექნიკა. ამას თუ ყოველდღე გააკეთებ, რეალობას უბრალოდ სხვა გზა არ რჩება, გარდა იმისა, რომ მოერგოს შენს ვიბრაციას და ეს არის ფიზიკა. ანუ აი ამ სიხშირეზე, როდესაც განაწყობ შენს თავს დილიდანვე და დაძინებისას, შესაბამისად ახლა მოქმედებ როგორც უკვე შენი თავის საუკეთესო ვერსია. ხრები გაშლილი გაქვს, იღებ შესაბამის გადაწყვეტილებებს, შესაბამისად მეტყველებ, შესაბამისად იქცევი, ხო? და როგორც იქცევი, როგორც მეტყველებ, რასაც აკეთებ, იმას იღებ შედეგად. და აი ძალიან რეზონირებს, რომ იმ რეალობაში სადაც შეიძლება იყოს მოწყენილი სევდიანი, იმ მესთვის ეს რეალობა თითქოს წარმოუდგენელია. მაგრამ როცა ამას უკვე გრძნობს ხელში, ხვდები რომ ის ნელ-ნელა ხდება ძალიან ბუნებრივი. როცა შენი სხეული და მეობა მზად არის, იქ უბრალოდ აბიჯო. ამ ვიდეოს ვინც უყურებთ, გამიზიარეთ აუცილებლად თქვენი შეგრძნებებით, სხეულში რას გრძნობ. აი ამ ტექნიკის შემდეგ მე ისევ ჟუანტელები მივიდი. თქვენ შემსავით იფრიალეთ ალბათ. და საინტერესო ის არის, რომ აი ამ სიამოვნების ჟუანტელებში შეგიძლია იყოს მთელი დღე. ეგ არის კალორი ძალა, კალორი მაგია, სექსუალური ენერგია, ეგ არის რომ განო ფანტავთ გარეთ. შიგნით თუ დააგენერირებ და აი ნებას მისცემ რომ იმოძრაოს შენში და მიმართო შემოქმედებაში სასწაულებს ატრიალებ უბრალოდ. აი მანიფესტაციას რა ვეძახი და ჩვენი სასურველი რეალობის წარმოდგენა ამ ენერგიით, ხო? ან მაგაში მიმართე. ძალიან მაგარი, ძალიან კაში გზნობა. სხვა უფრო საინტერესო ტექნიკებიც მაქვს სექსუალური ენერგია. შემონახული. გრრ. და ფემინური სიმდიდრის კურსზე ცოტა ისეთი სპაისი. როდის წვებ? 1 მარტს. სპაისი რაღაცა. გაზაფხულის პირველ დღეს? აუ, ძალიან თან ის არის რომ, ანუ თან მხოლოდ ქალები რო ვიქნებით, უფრო თავისუფლად შემეძლება ტექნიკები კარგად. სივრცე შეიქმნება ამის. დაგვაღამდა ამასობაში და შვენიერი. შემდეგ სერიაში შევხვდებით.